1001 ღამე. ბურჯო, მოდი ვითამაშოთ. ჩემი ბაღდათის პროსპექტია. მამა ჩვენ 2000 ლირას გართმევ. მთელი თანხა წამართვეს, ბოლოს კი გამაკოტრეს. შეგიძლია საბუთი მომყიდო მამა. ტაქსიმში 1000 ლირას მოგცემ. აბა მოიცადეთ? მე ტაქსიმი 3000 ლირად ვიყიდე. ო, მაგრამ იცი რა? ფული ასე არ უნდა გაგეფანტა. გოგოებო, ცოტა შეიცოდეთ მამა. ვაჭრობის არაფერი გაიგება. მამა, შენს დამცინი? რა უქნა შვილო, სიმართლეს ვამბობ. შენ კი ცოტა ყურადღებით იყავი. მიდი მამა, დროზე, კამათილი გააგორე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ახლა ნამდვილად გამიმართლებს. არაფხიზა მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დაგაკავეს. ჯარიმა 1000 ლირა. ფული რომ აღარ მაქვს? ჩემი ფულის გამომართვი თამაში აღარ მინდა. ბატონ, სავალება მომცე შაბათისთვის. რაღაც უნდა დავხატო და უნდა მოვასწროთ, რომ მასწავლებელი გამიბრაზდება. თვითონ ყველაფერი იყიდე, რაც ბატონმა სელიმმა გთხოვა. რა თქმა უნდა ვიყიდე. ვინ არის ბატონი სელიმი? ბუქეთის ხატვის მასწავლებელი ბურჰან. ამბობს ბუქეთი ძალიან ნიჭიერიაო. მე წავალ დავიძინებ. ჯერ ადრეა ფიოსონ. თავი მტკივა, მაპატიეთ. ძილინების. ძილინებისა. ძილინებისა. წვენოდეს ალიქემალ, წვენოდეს. ხედავ შენმა შვილებმა ვაჭრობაშიც გაჯობეს. იამან. ისმენთ. შვილო ეს ალბათ ძალიან ძვირისა ავადმყოფოა. არ ვიცი, ალბათ ძვირია, მე რა. როგორ უნდა გადაიხადო? მე კი არა სადაზღვევო კომპანია გადაიხდის. ჰოლდინგ ბენიაფისში ვმუშაობ. იქ ყველა სამედიცინო დაზღვევას გვაძლევენ. ჩვენ არც ერთ ქურუს არ გადავიხდით. იმ კაცისთვის ფული ხომ არ მიგიცია? არა ბატონო ბურჰან, როგორ მივცემდი? სარდაფის პატრონს პირადად გადაუხადე. გახსოვს რომ გითხარით, აქვე სარდაფია მეთქე, ის დავიქირავე. კარგია. ეს უსინდისო მოთამაშე. არ მესმის როგორ აპირებს შვილების გაზრდას. მისთვის სულ ერთია. ცოლი ფულ სახლების დალაგებით შოულობს. საბრალო ქალი. უსინდისო ქონების გამო ქალებს რამდენი და მის ატანა უწევთ. მართალი ხართ ბატონო ბურჰან. ბატონო ბურჰან, მყიდველი მოვიდა. გამარჯობათ ბატონო ბურჰან. გამარჯობა. მიხარია შევინახო. გმადლობთ. მინდოდა დილით ხავა დალიე? არა, მაშინვე აქ წამოვედი. მაშინ მოდი ერთად დავლიოთ. შვილო, ორი ყავა მოგვიდუღე შაქრით. ბენუა თამანთან დიდი ხანია მეგობრობთ, ისევე როგორც ქერემ ინჯეოღლუსთან. ბინიაფთან საერთო პროექტები გვაქვს. რა არამზადა. თურმე მოგეწონა სარეკლამო კამპანია, ასე თქვა ერდალ ქარაიოლჯუმ. ნეტავ სადმე შემხვდეს. საკუთარი ხელით დავახრჩობ. თავიდანები ამაზე ნოფიქრო. საიდან ასე ვეღარ ილაპარაკებს. მუსტაფა მიიღო სამსახურში. ო, დარე გადაგვითხრა. დრო გაქვს? მაქვს. ამას უნდა გადავხედოთ. დალევყავას? ო. ბავშვობაში ჩვენი ოჯახი კაისერიში ცხოვრობდა. ბიძაჩემის პატარა მაღაზიაში მუშაობდი. მახსოვს, პროწეულისფერი ხავერდის დიდი ქსოვილი ჰქონდა, ყველას მოსწონდა. ერთ დღეს ბიცოლაჩემი მოვიდა, ქსოვილი აიღო და მითხრა: ბიძა შენს უთხარი, ქორწილისთვის მჭირდებაო და წავიდა. მალე ბიძაჩემიც მოვიდა, ნახა რომ ქსოვილი აღარ იყო და ცილა გამაწნა. მითხრა: ხომ გაგაფრთხილი რომ ბიცოლა შენ სჭირდებაო? ძალიან მეწყინა.
ისიც ვერ უთხარი რომ ბიცოლამ წაიღო. ავდექი და წამოვედი. არც ჩემთვის გითქვამთ იმ ხალხს ფული რომ მიეცეთ. ასეთი ხასიათი მაქვს შაჰრაზად. იმ დროიდან მიჭირს ვინმე სინაშე თავის მართლება. ბოდიშს გიხდით ბატონო ბურჰან. თქვენთვის უნდა მეკითხა. დამეჯერეთ ძალიან მწუხვარ. გაჩვენდი. შენზე გავბრაზდი შაჰრაზად. ძალიან გავბრაზდი. მაგრამ ამაზე კი არ უწუხდი. სხვა რაღაც მადარდებდა. მთელი ღამე ვფიქრობდი და მივხვდი. ეთყობა შაჰრაზადის თვალში ისევ უსინდისო და უგულო ადამიანი ვარ მეთქი. გთხოვთ ბატონო ბურჰან. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. რა თქმა უნდა შენ ცუდად მოგეკეცი, მაგრამ დამიჯერე. უსინდისო ადამიანი არ ვარ. ვიცი. მშვენივრად ვიცი. გთხოვთ მაპატიეთ. არა, ჯერ შენ უნდა მაპატიო. ბენო ჯერ არ დაბრუნებულა ფენერქოიდან. არა. არ წაპირებს? რომ დაბრუნდეს თვალებში როგორ შევხედა. სხვებისაც ძალიან მრცხვენია. ყველას მრცხვენია. შენი და შაჰრაზადის. დაგვირებული ხარ არა? ჩემში ეშმაკი იყო ჩასახლებული. გაინტერესებს ამას რატომ ამბობ ონურ? შაჰრაზად სასტუმროს ანგარიში რომ ვაჩვენე, იცი რა უცნაურად შემომხედა. რაღაცნაირი მზერა ჰქონდა. თითქოს მეუბნებოდა. მე ონური მიყვარსო. თვალებში ჩავხედე და საკუთარი თავი დავინახე. ადამიანი რომელსაც სულში ეშმაკი ჩაუსახლდა. იმ საღამოს მერე ის ეშმაკი მოვგალე. მაგრამ ბენუ მაინც არ ბრუნდება. ოჯახ ისე ვარ და დავე თევზების ზღვაში. რა თევზებზე მელაპარაკები? ზღვა ჩვენზე განაწყენებულია. რას ამბობ კაპიტანო საიდ? აბა რა გითხრა? ახლა ადრინელზე უფრო ნაკლები თევზია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვას არ უფრთხილდებით, თევზის დაჭერას მაინც ვახერხებთ. ღმერთის დახმარებით ვთევზაობთ. ჩვენი კაპიტანი საიდი დაბადებიდან ბუნების დამცველია. ხედა? ერთხელ ჩვენ საგვიყონეს ათევზაოთ. თანახმა ვარ, მაგრამ დილით ადრე უნდა ადგეთ. თან ვერც დაისვენებთ, მუშაობა მოგიწევთ. ვსივა და დავიღალეთო, ამ პრეტენზიებს არ მივიღებ. შენ არი ნერვიულო. აბა მე წავედი. ნახვამდის, ნახვამდის. ალო მელაკ, როგორ ხარ? და, გამარჯობა, მე კარგად ვარ. შენ სად ხარ, ასაკეთებ? ვისვენებ, ზღვის სანაპიროზე დავსეირნო. მითხარი, მართლა კარგად ხარ? ოფთქვი, კარგად ვარ მეთქი. რა ხდება? ბენო, ძალიან მომინატრე. როდის ბრუნდები? არ ვიცი მელაკ. რას ნიშნავს არ იცი? მან სამუდამოდ ხომ არაპირებ დარჩენას. ჯერ არ ვიცი. კარგი რა დაო, რას ამბობ? გთხოვ ჩემზე არ ინერვიულო. მე კარგად ვარ მართლა. ხშირად ამერეკე, კარგი? კარგი საყვარელო. დაგირეკავ ხოლმე, დროებით. კარგი დროებით. შენსაც დაურეკე? ხო, მელეკი გახსოვს? რა თქმა უნდა მახსოვს. როგორი მოუსვენარი იყო. ახლაც ასეთია. რას აკეთებს? რას უნდა აკეთებდეს, მუშაობს. ითხრა დაბრუნდიო, არა? ხო. შენ რას აპირებ? არ ვიცი. მე აქაც კარგად ვარ. ბენუ, არ წახვიდე. ჩემთან დარჩი. ძალიან შემცევდა. წავიდეთ? წავიდეთ. შენ ხელები თბილი გაქვს, ეს სამართლობაა. ჩაი მოგიდუღო? მართლა მომიდუღებ? რა თქმა უნდა, წავიდეთ. მითხრა თქვენი შვილი ნიუ-იორკში ჩამოვიდეს და ჩვენება მოგცესო. დედა, გთხოვ დაივიწყე. შენ თქვი ეს ბიჭი სამსახურის თაობაზე მოვიდაო. რატომ მომატყუებურ აქ? დედა, ხვდები რომ ახლა ძალიან აზვიადებ. კარგი რა, საკმარისია. მკვლელობა მოხდა. შენ კი ამბობ აზვიადებო. ხო, მაგრამ ამას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორ არ გესმის იმ ტიპს ფულის გამოძალვა უნდა? არა. ფულის გამოძალვა რომ დომოდა შენთვის თვითმფრინავის ბილეთის ყიდვას არ შემოგთავაზებდა. ახლა რა მოხდება შვილა? სულ შარში რატომ ეხვევი? დედა, სერიოზული მართლა არაფერია. დანარჩენ დასაცმელს მერე წავიღებ. კერემი მართალი იყო. როგორც ჩანს, იმიტომ ჩამოხვედი, რომ ისევ რაღაც პრობლემა შეგექმნა. კარგი. წადი და კერემს ბოდიში მოუხადე დედა. დასხედით და მლანძღეთ. ბურაკ. ალბათ კერძები უკვე მზად არის, დავალ ვნახავ. ღუმელს ყურადღება მიაქცი. რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. ონური რატომ არ ჩანს? კერემი ამბობს, მივხვდი რომ შაჰრაზადს უყვარხარო. თვალებში ჩახედა და ამაში დარწმუნდა. მე და როგორ უყურებდი? როგორ ვუყურებდი? ამით რისი თქვა გინდა ონურ? კერემმა თვალებში ჩახედა და მიხვდა რომ ჩემ გარდა ვერავის შეიყვარებს. სულ ეს არის თქვაც მინდა. ასე ნუ მიყურე. მე შემოვნა იმის მოსმენა რომ კერემმა შენს თვალებში ჩემ და მის სიყვარული ამოგითხა. სულ ესაა? ერთი ჩახედვით ბევრი რამ გავუგია. მანამდე ვერ ხვდებოდა რომ მიყვარდი. ეს ადვილი არ იყო. რთული კალი ხარ. თითქოს შენ არა ხარ რთული. სულაც არა. მითხარი, ასე თუ არ არის. ხო არა, ეჭვიანი ვარ. ცოტათი. ცოტათი? ცოტაზე მეტად, ცოტაზე მეტად. კარგი, ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ თავს ვიკავებ ვაღიერებ. რა თქმა უნდა, თავს ვიკავებ, ასე რომ არ იყოს ცუდად იქნებოდა საქმე. დედა ჩემია. უპასუხე. გისმენ დედა. შვილო, სად ხარ? რა მოხდა? ახშამზე გელოდები ხომ შევთანხმდით. ნაზიფე კერძები არ გაცივდეს. ჯერ არ დააწყოს უფრაზე. ნაზიფემ ბადრიჯანი მოამზადა ცხრის ხორცით. შენ რომ გიყვარს, როდის მოხვალ? დედა, გთხოვ, მაპატიე. რა ხდება? არ გცალია? დამავიწყდა რომ დაგპირდი. არა უშავს, ხომ შეგახსენე? გელოდები. ახლა შაჰრაზადთან ერთად ვახშმობ. მართლა? კარგი, მაპატიე რომ შეგაწუხე. დედა, მართლა ძალიან წუხარ. არა უშავს ონურ. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. იცი რა? ვახშმის მერე მოვალთ. რა მოგიტანო? არაფერი არ არის საჭირო. ადრე დავწობი. სხვა დროს მოდით. შაჰრაზადს მოკითხვა გადაეცი. ნახვამდის. სუფრა ალაგე. არი ვახშმებთ? არ მინდა. ჩემს ოთახში ვიქნები, არავინ შემაწუხოს. ონურ. თუ გინდა წავიდეთ, ან მარტო შენ წადი. არა, ახლა აზრი აღარ აქვს. რატომ ჯერ ადრეა? დედას ძალიან ეწყინა. ხო და მიხვალ და გავხარდება. დამავიწყდა რომ დავპირდი შაჰრაზად. გონია ფერიდი აქ სალიასე ადვილად მაპატიებს. რა მოხდა? როგორ დამდანჯეს ამ ქალებმა. გრცხვენოდეს. ბუკეტ დაგაგვიენდა. ცოტა დაგვაგვიანდა. გამარჯობა ბატონო სელიმ. გამარჯობა. წინა გაკვეთილზე ვერ გაგიცანით. მე ალი კემალი ვარ. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. კაბადონი ფიუსონი არ წამოვიდა? არა, დღეს ბუკეტი მე წამოვიყვანა. დასაგებია. იმედია კარგად არის. მეცით ცოტა შეუძლოდა და სახლში დარჩა. კარგი, გამოჯანმრთელებას უსურვებ. მე წავალ, დროს არ წაგართმევთ. ბუკეტ. 2 საათში გამოგივლე. კარგი. კარგად იმეცადინეთ. მადლობთ. კაბადონ ფიუსონს გადაეცით, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ. გადავცემ. ნახვამდის. ნახვამდის. ნიმეთ. ფიუსონი სად არის შვილო, ისევ წევს? აივანზე გავიდა კაბატონო ნადიდე. აივანზე? დიახ. გარეთ ხომ ცივა? ხო, ღმერთო. ვერ ხვდები რა ემართება.
რატომ არ მოხვედი? Ფესუნ შვილო, ასეთ ამინჩი აქ რას აკეთებ? სუფთა ჰაერზე მინდოდა გამოსვლა. სახლში ვერ სუნთქავ, მომისმინე ძალიან ცივა. ისედაც ცუდად ხარ. არ გაცივდე შვილო, სახლში შევიდეთ. წამოდი, კარგი, შემოვალ. გამარჯობა. იამან, რა ადრე მოხვედი შვილო? უფროსმა ადრე გამომიშვა. უკვე მამა ხარ წადი, შაბათი დღე სახლში გაატარებო. ოჩახ, რა კარგი უფროსი ყოლია. ო, ასე. დროებით. დროებით. ჯანსელ. გამარჯობა. როგორ არის ჩემი ბიჭი? დღეს ადრე მოხვედი. ო. ჩემს უმოც ცოტა ხანს ავიყვან. ახლა ხანს დაიძინა. პიროდა? მუცალის ტკივა ხოლმე. მთელი დღე ტირის. შენს მოსვლამდე 5 წუთით ადრე ჩუმდება. ესე იგი მამა მოენატრა. მამასაც ძალიან ენატრებოდა. ჯობია დავაწვინოთ. რას ამბობ ჯანსელ? ცოტა ხანს მოვეფერები. ქშია, გინდა რამე მოგიმზადო? არა. დაისვენ. ხშირად ამბობდი ცხელი ზაფხული დამთავრდება და გრძელი შემოდგომა დაიწყება. ფოთლები ცვენას დაიწყებს, ყვავილები, ჩიტები, ყველაფერი გაქრებაო. ამას ხშირად იმეორებდი მუხსინ. ყველაფერი აირია. ამ ცხოვრებაში აღარაფერი მიხარია. რამდენი ხანია უშენოდ ვარ. მუხარი ახლავე დავანთო, დღამე ძალიან შემცირდა. ძალიანაც კარგი. ხომ გითხარი ჩემთან დარჩი მეთქი, მაინც და მაინც გათობა უნდა გამორთული იყოს სასუმროში რომ აქ მოსულიყავი. ხო და მოვედი. დღეს სოფლის ბაზრობაა. ცოტა გავთბეთ და ბაზარში წავიდეთ, გინდა? დიდი სიამოვნებით. ხორცი ვიყიდოთ და საღამოს შევწვათ. რა კარგია, ახლა წასვლა აღარ მომინდება. ოდან უღარ წახო. ფილმი გეუბნება წადიო. შევიდეთ. ჩვენი ერია. სახლში თბილა. შენს მოსვლამდე გათბობა ჩავდე. ხომ არ გცივა? არა, არ მცევა. აქ თბილა. უღარსაც ავანთებ? ჩაი წავადოღო და დავლიოთ. ჯემ. დიდი მადლობა. პირიქით, შენ მადლობა. დამიჯერე აქ ბედნიერი იქნები, ვენო. ვიცი. ამ თემაზე არ გველაპარაკია. რომელ თემაზე? ვენო ვისთან ერთად იყო? ფენერკოიში. არ ვიცი. მასთან გაემგზავრა? თუ იქ გაიცნო? არ ვიცი მერტ. როგორია? სიმპათიური კაცია? ასაგებია. ესე იგი სიმპათიურია. რადგან გაჩუმდი ასეა. ისე იქცეოდა როგორც მისი შეყვარებული. მიდი მომიყევი. ხომ გითხარი არ ვიცი მეთქი. შენ რა არ მისმენ? არ ვიცი, ის ტიპი მოვიდა და ვენუს კითხა, ჩაი ხომ შეუკვეთეო. სულ ეს იყო. ნუ ყვირე. ვენუს იმ ტიპთან დატოვებ? რა გავაკეთო? ძალით წამოვიყვანო? მე შენს ადგილას ასე მოიქცეოდი. ავემ შვიდობისა. დავედით. ეს ადგილი მომბეზრდა. ერთი და იგივე მუსიკა, ერთი და იგივე ადამიანები. იცი, ადგილი არაფერ შუაშია, უბრალოდ შენ ხარ მოწყენილი. შეიძლება. ბურაკ, ჩემი დის გამო ძალიან ნერვიულობ. მითხრა შეიძლება აღარ დავბრუნდეო. არ მისმის რატომ ნერვიულობ? ალბათ იქ კარგადაა. მაგრამ მე თავს მარტო სულად ვგრძნობ, ბურაკ. რას ამბობ მელეკ? მე შენთან არ ვარ?
შენ რომ არა მოწყენილობისაგან გავგიჟდებოდი. სად მივდივართ? საწავიდეთ. ოღონდ სახლში არა და სულ ერთია საწავალთ. კარგი. მოდი გზას გავყვეთ და ვნახოთ სად მიგვიყვანს. რა სიტყვი? კარგი თანახმა ვარ. ძალიან ლამაზი არა? ხო. შეხედე შალია. ალბათ კარგად გამათბობს. მე უფრო კარგად გაგათბობ. ბედნიერი ხარ აქ რომ ჩამოხვედი. ძალიან. სიმართლე მითხარი. მართლა? თან აქ სასტუმროზე უფრო მეტად თბილა. მიხარია რომ ჩამოვედი. მეც მიხარია. არ შეგიძლია რომ არ უპასუხო. კარგი. ვერ ვიჯერებ ბენო. წლების შემდეგ ბედმა ისევ დაგვაკავშირა ერთმანეთს. უცნაური არა. ხო. გისმენთ? დიახ. მერთო გადაარჩინე. დედა გთხოვდა მშვიდე. ნუტერე. ხო, დედა. ქალბატონო სევალ. შაჰრაზად. ნამშვიდით, ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, სულ ვლოცულობ. იმედია. რა მდგომარეობაში არიან? ბურაკი უკეთაა. მელექი საოპერაციოში შეიყვანეს. გამოჯანმრთელებას უსურვებ. მადლობ. ნუ ნერვიულობთ. გამარჯობა მერტ. გამარჯობა. ორივე კარგად იქნება. ბენოს უკვე შეატყობინეთ. დაურეკე, მალე ჩამოვა. ეს როგორ მოხდა? კილიოზის გზაზე სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. კილოში რა უნდა დადო? ვინც ეს? ორივე სისხლში ალკოჰოლი აღმოჩნდა. ქერემ გთხოვ. დედა ახლაც აპირებ ბურაკის დაცვას. შენი ძმა ცუდადაა. გწვენოდეს. დედა, ჩემი ძმის გამო მელექი მძიმედ დაშავდა. შენი შვილი გარდა იმისა, რომ თვრალი იყო, დიდი სიჩქარითაც მიდიოდა. ქერემ გაჩუმდი. კერემ. აუცილებელია ეს რამდენჯერმე გაიმეორო. კერემ გთხოვ, აქ გამათჩადილი არ არის. დავშვიდი. მართალი ხარ. უკაცრავად რეანიმაცია სად არის? პირდაპირ და მარჯვნივ. მადლობთ. შაჰრაზად. ბენო ჩემო ძვირფასო, რა მოხდა? მელექი როგორ არის? რას ამბობენ? ნამშვიდი, ყველაფერი გაივლის. კარგი? კარგი? კარგად იქნებიან. ხო. ბენო. ბენო. გუშინ მისტერ აბდელის ველაპარაკე. ეგ ვინ არის? ვინც სკაითაუერსის შეკვეთა მოგცა. დუბაიში გავიცანი. სასტუმრო უკვე მზადაა. შიდა ინტერიერიც დამთავრებულია. გახსნამდე ერთი თვე დარჩა. მისტერ აბდელის უნდა რომ გახსნას შენს დაესწრო. ონორ დუბაიში ჩემს გამგზავრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამას როგორ ამბობ? ეს შენი პროექტია, მისი წყალობით მოიპოვა პრესტიჟული პრემია. არ მაინტერესებს. ამაზე საუბარიც არ მინდა.
იმ სიტყვების გამო, რომლებიც მაშინ დუბაიში ლიფჩი გითხარი? ხო, იმის გამოც და არა მარტო. ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს. საყვარელოდ ვარ ზახვალ. ონურ, რატომ ვცდილობ ის პერიოდი გამახსენო, რომლის დავიწყებაც მინდა? ჩვენ შორის გაუგებრობა აღარ უნდა დარჩეს. ხო. არ მინდა დუბაიში წასვლა. კარგი. რადგან ასე არ დაგაძალებ. მაგრამ შენ თუ არ ზახვალ, არც მე გავემგზავრები. ეს როგორ? ნუ თუ შენი სასტუმროს გახსნას არ დაესწრები. სადაც შენ არ იქნები, იქ არაფერი მესაკდება. მე შენთან ერთად მინდა ყოფნა. მაგრამ ეს შენი სამსახურია. შაჰრაზად, უშენოდ იმ ქალაქში სუნთქვაც კი გამიჭირდება. ან შენთან ერთად წავალ? ან სულაც არ წავალ? გეძინა მელიქ. ო, ჩამეძინა. ორი კვირის მანძილზე იმდენი მეძინა, მაგრამ ისევ მეძინება. ეს წამლურის ბრალია მელიქ. ექიმა ხომ თქვა, დამამშვიდებლებს ვაძლევთო. ძალიან მომბეზრდა ავადმყოფობა, ოდესმე გამომჯამრთელდები. მალე ცოტაც მოითმინე. ბენუმ ლიმონადი მოგიმზადა. თვითონ შეძლებ დალევას? რა თქმა უნდა შევძლებ. გმადლობ. ოჯახ ჩემდას ძალიან გემრიელია. თუ არ ცდები, გახეხილი პორტოხალია. ხო. შენი და გემრიელა დამზადებს. ეთანხმები, მაგრამ თვითონ არ აღიარებს. დედა შენს არ უთქვამ შემოვდივარო. მითხრა ჩამოვალო, მაგრამ იმედი არ ჩამოვა. რატომ? საავადმყოფოში ძალიან დამტანჯა. როგორ არ ცხენია მელიქ? ის შენზე ძალიან ნერვიულობდა, შენ კი ასეთ რამეს ამბობ. ჯემ ზედმეტი ყურადღება ადამიანს ღლის. არც ერთი წუთი არ დაუტოვები, ვარ მარტო. ო, დედები ასეთები არიან. შენ რას აკეთებდი? ფენერხოეში საქმეები მოაგვარე? ხო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მითხრეს, შენი ჩამოსვლისთვის სახლი მზად იქნებაო. ჯერ სიმართლე მითხარით ჩემ დასთან ერთად მართლა აპირებ ფენერხოეში გადასვლას. ანუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ? რა, არ მოგწონს? არა, არ ვიცი რა ვიფიქრო. მე მარტო უნდა დამტოვოთ? ჩვენთან ერთად წამოდი მელიქ, სახლი დიდია, ცალკე ოთახიც გექნება. ქალბატონმა საბიხამ ეს პროექტი ამ კვირაში სამეურვეო საბჭოს უნდა წარუდგინოს, ისინი კი მშენებლობის ვადებს დაადგენენ. შვენიერია. მელიქი საავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, როგორ გზნობს თავს? კარგად. გუშინ გამოწერეს სახლშია. ინახულე, როგორ გამოიყურება? ბევრად უკეთესად. მათთან რომ მივედი, დედამისიც იქ იყო. გასაგებია. მისმინე, ის კაცი უკვე გაემგზავრა? კაცი? ჯემზე ამბობ? არ ვიცი. შაჰრაზად, ვინ არის ის ჯემი? შენი ცნობ? არა, პირველად ვნახე. ბენუ მითხრა უნივერსიტეტში ერთად სწავლობდითო. მათ შორის რა მეხდება? არ ვიცი. შეიძლება. მომიჩვენე რომ კარგი ადამიანია. იმედია შეძლებს რომ ბენუს ქერემი დაავიწყოს. ფიქრობ ამას ნამდვილად შეძლებს. ანტალიის სასტუმროების მფლობელებს უნდა შევხვდე, მაგრამ წასვლა არ მინდა. ვამჩნევ რომ ამ ბოლო დროს ძალიან გეზარება მუშაობა. ესე იგი მაგდებ, არა? ძირფასო არ მინდა რომ წახვიდე, მაგრამ რა გაეწყობა? ბატონი ბურჰანის სახლში რომელსაც ველოდებიან? არ მახსოვს დავრეკუთ და ვუთხრათ რომ საღამოს 8-ზე მივალთ. კარგი, ესე იგი შენთან 7 საათზე მოვალ. კარგი.
მე წავედი. კარგი. თქვი არ დავიძინებ მეთქი, მაგრამ ისე მეძინება. დაიძინე. უნდა დაისვენო. DVD-ით ჩავრთე, რომ გაიღვიძებ ფილმს უყუროთ. მადლობ. ისმენთ? ბენუ სახლშია? არა. არა უშავს. თუ ასე მაშინ მელექს ნახავ. მელექს ძინავს. ხომ გაიღვიძებს და ველოდები. ბენუ მიცოდა რომ უნდა მოსულიყავით. ბენუსთან ნებისმიერ დროს დაუპატიჟებლადაც შემიძლია მოსვლა. შეიძლება გვიან დაბრუნდეს. რა მნიშვნელობა აქვს? მაინც დაველოდები. როგორც გინდა. ბენო. ბენო, ჩემო ძვირფასო. გამარჯობა. მელეკთან დედა დარჩა? არა. დედა კვიპროსზე დაბრუნდა. მე და ჯემა გავაცილეთ. მოდი დაჯექი. მიქრიბანმა ახლა მოამზადა ყავა. დაგისხა? კი. რადგან ელოდებით ყავას ხმარდალებთ? ცოტა ხნის წინ მოვხარშე. ნუ შეწუხდებით. მე თვითონ დავისხა. ვიცი სად არის სამზარეულო. თქვენთვისაც წამოვიღო? მე უკვე მაქვს. გმადლობთ. ბურაკს ძალიან გაუმართლა, მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ხო, მელეკი კინაღამ დაიღუპა. სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ხმაური არ ავტეხეთ არა და მისი ცოცხლის საფრთხე ემუქრებოდა. რატომ არ გინდათ რომ განაცხადოთ ამის შესახებ? შეუძლებელია შაჰროზად ტელევიზია და პრესა შეეცდებიან სკანდალი შექმნან ამ ამბისგან. მართალი ხარ? დედასთვის არ გვითქვამს რომ ბურაკი ნასო მიიღო, თორემ გაგიჟდებოდა. მართალია. ბურაკი დაუჯელი უნდა დარჩეს? საქმე აღძრეს. სასამართლო იქნება. სატვირთოს მძღოლის დამნაშავეა. ღმერთო, ნეტავ მალე დამთავრდეს ყველაფერი. მამა თქვენმა იცის ავარიის შესახებ? არა. მამა ერთი თვით ამერიკაში გაემგზავრა ლექციების წასაკითხად. დედამ არ უთხრა. ხო.
ბენო რატომ დაიკარგე ასე მოულოდნელად? რატომ არ დამირეკე? ხომ იცოდი რომ ძალიან ნერვიულობდი. მაპატიე შახრასად. ასე იყო საჭირო. რადგან დაბრუნდი ესე იგი უკეთხარ. არა, მალე ფენერში წავალ. მელიქის გამოჯამრთელებას ველოდები. როგორ იქ გადახვალ? საცხოვრებლად? არ მინდა აქ დარჩენა, გესმის? საინტერესოა, საიდან იცნობთ ბენოს? ერთად მუშაობდით? ერთად ვსწავლობდით. ესე იგი თანაკურსელები ხართ? ისე არასდროს არ მოუყოლია თქვენზე. გამოდის რომ სერიოზული არაფერი ყოფილა. თუ ძალიან გაინტერესებთ გეტყვით, რამდენიმე თვე მე და ბენო ერთად საგუზმობდით. ახლა კიდევ უფრო დავახლოვდით. როგორც ჩანს, ბენომ საჭირო არ ჩათვალა, რომ ამის შესახებ ეცნობებინა თქვენთვის. ვეთანხმებით. რა შემჭირდება მსგავს ინფორმაცია? თანაკურსელები ასე თუ ისე დროთა განმავლობაში ხრებიან ადამიანების ცხოვრებიდან. მაგრამ ზოგიერთები ისევ ჩნდებიან. მართლა? ოღონდ სულ სხვა როლში. სწორედაც რომ. სულ სხვა როლში. ბენო არაფრის თქმა არ გინდა. ეტყობა ქერემმა გითხრა ჩვენი საუბრის შესახებ. მითხრა. თუ მომისმენ გეტყვი, მე რას ვფიქრობ? კარგი. იცოდე, სამითაც არ მიფიქრია ქერემზე. დამიჯერე ეს სიმართლეა. არაფერს არ ვგზნობ მის მიმართ. ჩემი გული ონურს ეკუთვნის და ყოველთვის ასე იქნება. ჯერა. დიდი ხნის წინ ვიცოდი ქერემის გრძნობების შესახებ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ველოდებოდი რომ ეს გაივლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სულ უფრო ხშირად მახსენებდა თავს. მინდოდა შენთვის მომეყოლა. მართლა ძალიან მინდოდა, მაგრამ მეშინოდა რომ გულდაწყვეტილი დარჩებოდი, შახრაზად. ვერაფერი ვერ გითხარი. არ მინდოდა რომ სხვანაირად გეფიქრა. მეშინოდა რომ არასწორად გაიგებდი ყველაფერს, მაგრამ ყველაზე მეტად ერთგული მეგობრის დაკარგვის მეშინოდა ბენო. დამიჯერე. შახრაზად მომისმინე. მე ერთ რამეს მივხვდი, მე რომ შენ რომ მოგეყოლა. ხო. ნეტა მართლა მოგეყოლა. ხომ გაბრაზდებოდი ჩემზე? ხო. გაუბრაზდებოდი, მაგრამ მე შევრიგდებოდით. არ ჯობდა რომ ასე მომხდარიყო. ქერემ შენ მოსწონდი. ყოველთვის ვეჭობდი ამას. ასე რომ ეს დამნაშავე ვარ. მაგრამ შენი დუმილი ჩემთვის უარესი იყო, შახრაზად. სათამაშოდ გადავიქეცი ქერემის ხელში. ბენო საყვარელო. ხო, მართალი ხარ. ისეთი დაბრმავებული ვიყავი ქერემის სიყვარულით, რომ გეთქვა, ყველაფერს შენ დაგაბრალებდი. ვიფიქრებდი, რომ ჩემი ბედნიერება არ გინდოდა, ჩვენი მეგობრობა დამთავრდებოდა, ოღონდ გარკვეულ დრომდე. ჩემი თავის პატივისცემას მაინც არ დავკარგავდი. გამოდის რომ ეგოისტი ვიყავ, ვითომ შენ გებსყლდებოდი. ხო, მაგრამ ვერ ხვდებოდი ამას. მეშინოდა ბენო. მეშინოდა რომ ამას ვერ გადაიტანდი. ეს საშინელი დღეები იყო. როგორც ხედავ, ყველაფერს მოვარია. მაგრამ ეს ადვილი არ იყო.
მიზეზი ის არის, რომ გვინდა უკეთესად ვიყოთ შაჰრაზად. პრობლემის მოგვარებას არ ვჩქარობთ, იმიტომ რომ გვეშინია ამაზე ლაპარაკის. გვეშინია სიმართლის გაგების. მაგრამ ყველა საიდუმლო ბოლოს გაცხადდება. ჩვენს მეგობრობას არასდროს არ გავწირავ ქერემის სიყვარულის გამო. არასდროს შაჰრაზად. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ძალიან მწუხარ ბენო, მართლა ძალიან მწუხარ. ვერ წარმოიდგენ როგორ მწხვენია იმის გამო, რომ დროზე არ მოგიყევი ყველაფერი, მაგრამ არ შემეძლო ამის გაკეთება, გაიგე. არაფრით არ შემეძლო. ნუ დარდობ. ხომ ვილაპარაკეთ? ახლა ბევრად უკეთ ვარ. ჩემო ძვირფასო. ჩემო საყვარელო მეგობარო. წავალ. ჯემს ალბათ მოწყინდა მელექტრან ყოფნა. ბენო, მითხარი საბოლოოდ დაშორდი ქერემს. გამოვხიზდი შაჰრაზად. ბინდი აღარ მაქვს თვალებზე გადაკრული. ჯემთან ბედნიერი ხარ? კი. ცოტა უჩვეულოა ეს ყველაფერი, მაგრამ კარგად ვართ ერთად. ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყო. ძალიან მინდა. უკვე შუადაა. კიდევ რამდენ ხანს აპირებთ აქ დარჩენას? რამდენ ხანსაც საჭირო იქნება? ხელს გიშლით? არა, დაელოდეთ. სანამ არ მოგვეზრდებათ. ვინ გონიათ თავი, საერთოდ ვინ ხართ? ასეთ კითხვებს როგორ მისვამთ? შენ თვითონ ვინ ხარ? დაუფლებით მოხვედი აქ. ბენუს ცხოვრებაში შენი ადგილი არ არის. ბენუ მოარი გითხრა. რის იმედი გაქვს? არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბარო. ჯობია იქ დაბრუნდე, საიდანაც მოხვედე. ეგოისტი ხარ. ვცდილობ ყველა ახირება დაიკმაყოფილო. მე ვაწყენინე ბენუს. ჩემ გამოაუბედური. მე ვატკინე ასე ძალიან გული. ბენუ არც გადარდებს. მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ. ისე კარგად მიცნობ, რომ ამის თქმის უფლებას აძლევ თავს. საერთოდ რა იცი ჩემზე? ხედავ, რომ ბენუს დაკარგვას ვერ ეგუები. შენი თავმოყვარეობა შელახულია. ამიტომ არ ანებებ თავს. არ ხარ მიჩვეული, რომ სხვამ გატკინოს გული. ფიქრობ, რომ შეგიძლია უსასრულოდ მოატყუო ბენო, ხომასეა? გეყოფა. შენი აზრები შენთვის შეინახე. არ მაინტერესებს. გეგონა ბენუ არასდროს მიგატოვებდა? მაგრამ ხედავ, მიგატოვა. წავიდა. შეეგუე ამას. არ შევეგუები. შეეგუები თუ არა ეს ფაქტია. იცი რას გეტყვი? ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტან. რომ არ დაგიჯერო რა მოხდება? ბენუს ბედი სულ ერთი არ არის ჩემთვის, გაიგე? მიყვარს. ძალიან ვაწყენინე, ვაღიარე, ბევრჯერ ვატკინე გული. ეს არ დაუმსახურებია, მაგრამ მიყვარს. ვერავინ ვერ შემიშლის ხელს, რომ მასთან ვიყო. ვერ შენ და ვერც ვერავინ. რა ხდება აქ? რა ხდება გეკითხებით? არაფერი. ქერემ? დავხედი, როგორ გაბედა აქ მასლა? სიტყვები არ ყოფნის. ჯემ რა ხდება? ეს უკვე მეტისმეტია ბენუ. რამდენჯერ გაწყენინა, შეურაცხყოფა მოგაყენა. მაგრამ როგორც კი ზრუნი შეექცია, მაშინვე აქ გაჩნდა. რა უფლება აქვს? არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი? იცი, უარესი რამეების თქმა შემიძლია მასზე, მაგრამ მირჩევნია გამჩუმდე. შენს გრძნობებს გავუფრთხილდები. რა ხმაურია? ყველაფერი კარგადაა. ვისთან არ ყვევდი ურთიერთობას, ჯემ? რატომ ადექიმელეკ? დაგავიწყდა ექიმა, რა თქვა? დედა გააცილია აეროპორტში. რა თქმა უნდა, გავაცილე, მიდი დაწეკი. დროზე. მობრძანდი ბატონო ერდალ. მადლობ.
ჟალეს ნივთებისაც წაიღეთ. ბაღჩა შეჰირის საწყობში გადავიტანეთ, როგორც გვიბრძანეთ. კარგი. იმედი ყველაფერი კარგად დაალაგეთ. ჟალეს ნივთები იქ იქნება, სანამ სახლს არ იპოვის. იცოდეთ, რამე რომ დაიკარგოს, თქვენ მოგთხოვთ პასუხს. ნუ ნერვიულობთ, ბატონო ერდო. საბარგულში ჩემოდნებია, სახლში შეიტანეთ. ახლავე ბატონო. ესე იგი სანამ სახლს არ ვიპოვე არა? ძალიან კარგ სახლს მოვძებნი შენთვის, ჟალე. კარგი, ამაზე არის დარდო. რა სიტყვი, ლამაზე არა? მოდი. მოგწონს? ეს მისაღებია. ერდო. უკაცრიელი ადგილია. აქ მარტო დარჩენა მეშინია. რისი გეშინია საყვარელო? ეს სახლი ციხე-სიმაგრესავითაა. გართა მცველებს დავაყენებ. რა სილამაზეა. ხო. აქედან ვერ საწახვალ. ბოსფორის საუკეთესო ზღუდეა. ვიყოფა. რა საშინელებაა. ერდალ. აქ რატომ მომიყვანე? საერთოდ არ მაფასებ? მაუცებ ჟალე. ახლა ყველას ქალაქგარეთ უნდა ცხოვრება. სუფთა ჰაერია. გართან მანქანა დგას. როცა გინდა მაშინ მოხვალ ჩემთან. შენს მეგობრებს ნახავ. აქ არაფრით არ იქნები შეზღუდული. არ შეიძლება ერთად ვიცხოვროთ. ჟალე, ხომ ვილაპარაკეთ ამაზე. არავისთან ერთად არ შემიძლია მუდმივად ცხოვრება. ჩემთვის ეს მიუღებელია. გასაგებია. წამოდი, შენ აქ მოეწყო და ისვენა. მე ოფისში წავალ. საქმეები მაქვს, კარგი? აბა, წავედი. მროებით. გავიგერო შენ სახალ კომპანიაში კარგად მიდის საქმე. ისე კარგად არა, როგორც მინდა. საუკეთესო პროექტები სხვის ხელშია. თვითონ გააკეთე არჩევანი. ბინიაფეში შენთვის უამრავი სამუშაო იყო. ასე ნუ ამბობი ალჩენ. ჯერ ახალი კომპანიაა. ცოტა დროა საჭირო. ყველაფერი მოგვარდება. ეს მართალია. მუსტაფა ოფისშია. შესვენებაზე გავიდა ბატონო ერდალ. კარგი. ალემდაგი საქმე მომიტანე. ახლავე. Çok şükür doydum. ზედმეტი მომივიდა მორჩა. ვეღარ შევჭამ მეგობრებო. მართალია. სხვა დროს კიდე უნდა მოვიდეთ. ლევანტ. ჩვენ წავიდეთ. ნელ-ნელა. ეს კაცი უკვე თავის უფროსია. ჩვენ კი არ გვგავს. რა გინდა იალჩიმ, შედვართ ვსაუბრობთ. მე და ლევანტი ხელფასისთვის მუშაობთ. ახლა სამუშაო დროა. წავედით ლევანტ. წავედით. ანგარიში მოგვიტანეთ თუ შეიძლება. ახლავე ბატონო. ვერ გაიგე რა გითხარი. აქ საბუთები აკლია. მე ამაში ვერ ვარკვევი ბატონო ერდალ. მუსტაფა ჯერ არ დაბრუნებულა? არა, გავიგე რომ მეგობრებს უნდა შეხვედროდა. რომელ მეგობრებს? არ ვიცი. კარგი, გავიგე, წადი. Alo. ნეჯმი. ერდალი ვარ. ერდალი. ქარაიოლჯო. რაღაც უნდა გთხოვო. ერთი ბიჭი მუშაობს შემთან. მუსტაფა ჩელიკი. ვერ გაარკვე ბოლოს ვის ელაპარაკა ტელეფონით. ასე როგორ შეიძლება სუფრის დაკეცვა? დაჭმუჭნულია. მომეცით კიდევ დავაურთოვებ. აზრი არ აქვს. ამას ვერ გაასწორებ. მაკვანიანი ქსოვილია. შენ კი ჩვარივით ჩატენე უჯრაში. მაპატიეთ. პატიებას ნუმთხოვ. ამით მოგვარდება ყველაფერი. ჩაის არ დალებთ? უკვე გაცივდა. ახალს დავაყენებ. არ არის საჭირო. ვახშამი მოვამზადო.
სრადე მოამზადე. ნახოთ შევძლებ რამე რომ შევჭამო. მერთო ჩემო. გადაიკარგნენ. მალე მოვლენ. ნუ ნერვიულობ. მე ბიათ, მან ხომ არ დამეშალა? მოდი. ასე მგონია სამეფო ოჯახი უნდა გვესტუმროს. მოვიდნენ. მოგძანდით. ბებია! ჩემო საყვარელო. ასეთი მარილიანი რატომ არის წვნიანი? მარილიანია? ძალიან ცოტა მარილი ჩავყარე. შენი აზრით არ ვიცი რას ვჭამ? რამდენჯერ შეგახსენო? ჰიპერტონია მაქვს. ჩემი მოკლა გინდა? მაპატიეთ. სუფრა დასვარე. არ შეიძლება ყურადღებით იყო. განზრა ხარ გამიკეთებია. უყურადღებო დასრულებ მოვალეობას. ვერაფერს აკეთებ. აღარ შემიძლია შენი დაუდევრობის მოთმენა. მაპატიეთ. არ მჭირდება შენი დახმარება. დატოვე ჩემი სახლი, რომ უფრო მეტად არ გავნერვიულდე. ვერ გავიგე მაგდებთ? ორშაბათს მოდი და ბატონი სუათი გასამრჯელოს მოგცემს. რა დავაშავე? ნეზიე ძალიან გთხოვ მოთმინებას ნუ დამაკარგინებ. ბარგი ჩაალაგე. გავიგე რომ ხატვის კონკურსში გაიმარჯვე. გილოცავ. გმადლობთ. ეხლაზად მოგითხრათ? არა, ქანმა მითხრა. ბუკეტი მომავალ წელსაც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. ხო, მასია ბუკეტ? ხო, შენ ყველაფერი იცი ქან. გვიანი ბიჭი მყავს. ბუკეტი ხატვის გაკვეთილებზე დაკავს ფიუსონ? ხო, მე დამყავს. ხან მე, ხან მამას. ალბათ როგორ იღლებით? საკმაოდ ჩორსაა. ხო, ახლოს არ არის ხან და ხან ვეტყვი იქნებ დღეს არ წავიდეთ მეთქი, მაგრამ არ მინჯერებს. პატარა უსიამოვნებები უნდა ავიტანოთ, შემორძალო. შენი შვილი მხატვარი გახდება. ჩემო საყვარელო, ღმერთ მაგნას. ნეზიე გაჩერდი. შეგიძლია დარჩე. არ მინდა ქალბატონო ფერიდე. ნეზიე. არ ვხუმრობ. დარჩი. აშკარაა რომ ცუდად ხართ. ექიმთან წადით. წადი თუ ასე გინდა. ჩემთვის სულ ერთია. ყველა წავიდა. შენც წადი. აიშე, ლუκუმი სად დადე? აქ არის გამომართვი? მომეცი? ლუკუმის გარეშე როგორ შეიძლება მიართვით? გთხოვთ. დიდი მადლობა, მადლობთ. გთხოვთ ბატონო ბურხან. გმადლობთ. ახლა ფაბრიკაზე რა ხდება ბატონო ბურხან? როდის იწყებთ მშენებლობას? გმადლობ. მე დღესვე დავიწყებდი ბატონო, მაგრამ შაჰრაზადი ფიქრობს რომ ჯერ ადრეა. ამბობს პროექტი ბოლომდე არ არის მზად, ზოგიერთი რამ დასაზუსტებელიაო. ფაბრიკის გარდა იქ საოფისე ფართებიც იქნება ბატონო ბურხან, რადგან დავიწყეთ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, არ მეთანხმებით? ვიხუმრე შვილო, ვიხუმრე. რა თქმა უნდა გეთანხმები. ვერ ვითმენ ბატონო ონურ. უცებ და ერთბაშად მინდა. ღმერთმა შაჰრაზადი იმისთვის გამომიგზავნა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. მე წავალ ალბათ დაწოლას აპირებდი. არა, ჯერ ადრეა, არ მეწინება. კარგი. აქ რატომ არ რჩები? დედას დავპირდი რომ მასთან მივალ, ველოდება. რატომ დავპირდი? აბა რა უნდა მექნა, იშვიათად ჩამოვდივარ სტამბოლში. მოვენატრე. დილით შენზე ველაპარაკე. ჩემზე? დედა შენს მახსოვარ? როგორ არ ახსოვ ხარ? ხომ მოდიოდი ჩვენთან, როცა ერთად ვსწავლობდით. დედა ჩემს არაფერი ავიწყდება. ყველაფერი ახსოვს. მართლაც საოცარი მეხსიერება ხონია. ბენო, დედას ვუთხარი რომ მე და შენ ფენერში ვაპირებთ გადასვლას. ძალიან გაუხარდა. ჯემ, რატომ უთხარი? რას იფიქრებ ჩემზე? შენ ამაზე არ იდარდო.
იცი რა უცხარი? რომ ყოველთვის ჩემი ოცნება იყო შენზე დაქორწინება. დედამ დამლოცა. გაუხარდა რომ ოცნება ამისრულდება. ამას ნოამბობ ადამიანები მხოლოდ კარგზე ოცნებობენ. ბენუ ძალიან მოსწონხარ დედაჩემს, რა ვქნა ასეა. თანაც ეს სამართლიანი იქნება. გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. არა უკეთვარ. კიდევ უფრო კარგად გავხდები, როცა ამ საყელურს მოგხსნიან. ცოტა დარჩა, მოითმინა. სწავლებს ხომ სვამ? ბინუ ნერვიულობ. ბენუ როგორ არის? მისი მეგობარი ისევ თქვენთანაა? შეიძლება წავიდა, არ ვიცი. სასიამოვნო კაცია, მომეწონა. მართლა? ახლა რა საკეთებ? არაფერს. დღეს დედასთან ვისადები. რა კარგია. ხვალ დაგირეკავ. კარგი საყვარელ. ძილინებისა. ისევ ბურახს ელაპარაკებოდი, ხო? რა სწრაფად აპატია. მის გამო კინაღამ დაიღუპე. ნუ აზვიადებ, ავარია მოხდა, შეიძლება ყველას დაემართოს. ბურაკი ნასვამი იყო. მეც დავლიე ფხიზელი რომ ყოფილიყო, მაინც მოყვებოდით ავარიაში. კარგი, მაინც ვერ დაგარწმუნებ. მაშინ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ჯემი წავიდა? წავიდა. რა ხდება, რა გჭირს? არაფერი. მისი მეგობარი ისევ აქ არის, უკან დაბრუნებას არ ჩქარობს. ეს ჯემიც ამით არ მოშორებია ბენოს საავადმყოფოში. როგორც ხვდები, საკმაოდ ახლოს არის. მგონი მისი თაყვანისმცემელია. რადგან ქერემმა ვერ დააფასა სათანადოდ, სხვა გამოჩნდა. იმედია ბედნიერი იქნება მასთან. ბენო ამას იმსახურებს. შესანიშნავი საღამო იყო, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. გმადლობთ რომ გვესტუმრეთ, ბატონო ონორი. დიდი მადლობა. ნახვამდის. დაგვიხარდა რომ გვესტუმრეთ. გამემშვიდობისა. გამემშვიდობისა. ფიზონ. კიდევ შემოივლი ჩვენთან ოფისში. იმედია შახრაზად. კიდევ ხომ ახალთ? რა თქმა უნდა, მოვალთ. დავიდეთ შვილო. მამა, შეიძლება ისევ ჩემს სავარძელში ჩავჭდე? რა თქმა უნდა, სავარძელი შენია. აბარისთვის ვიყიდეთ. დაჯიქი. ცევა გარეთ ნუდგახართ. შედით სახლში. შევალ შვილო, შევალ. წამოდი ფირსონ. გოგოებო სახლში შემოდით. ნახვამდის, ნახვამდის. მამა ძალიან მეძინება. დაიძინე საყვარელო. ხელში აგიყვან და ლოგინში ჩაგაწვენ. რატომ დირი, ნადიდე? ისე. რადგან ქაანმა ბატონ ონურს მამა დაუძახა? იმიტომ ვტირი, რომ ჩემი შვილი არასოდეს არ დაუძახებს მამას ახმედს. მიჯერს იმის მოსმენა როგორ ეძახის ონურს მამას. მართალი ხარ ნადიდე, მართალი ხარ. მაგრამ ბატონ ონურსაც ხომ გულწრფელად უყვარს ქაანი. მე ვფიქრობ ძალიან გაუმართლა ბიჭს. უნდა გვიხაროდეს, ქალბატონო ნადიდე, უნდა გვიხაროდეს. კარგია რომ გამოჩნდა კეთილშობილი კაცი, რომელიც მამობას გაუწევს ჩვენს შვილიშვილს. კარგი საღამო იყო. ბატონი ბურჰანი ყოველთვის მომწონდა. ახლა მით უმეტეს. ხო. მართლაც შესანიშნავი საღამო იყო. რატომ იცინე? ისე. მე მგონი ბატონი ბურჰანი მთელი საღამო იმას ელოდა, რომ თარიღს დავასახელებდით. ამიტომ იცინე. რა თარიღს? თითქოს არ იცი რას გულისხმობ. არ გინდა შახრაზად.
მართლა არ ვიცი რა თარიღზეა საუბარი. რაზე ამბობ? ჩვენი ქორწილის თარიღზე? ესე იგი მიხვდი, რასაც გულისხმობ. როდის ვილაპარაკოთ ამაზე? წარმოდგენა არ მაქვს. მაშინ დღეს. შაბათს მე წავიყვან ბუქეტს გაკვეთილზე. რატომ? მინდა მის მასწავლებელზე ველაპარაკო. რაზე უნდა დაელაპარაკო? ბუქეტი ძალიან ნიჭიერი ბავშვია. ბატონმა ონურმაც აღნიშნა. მერე? მინდა ჩვენს გოგონას კერძო გაკვეთილებით ჩაუტაროს. ბატონმა სელიმმა. ეს როგორ? აქ მოვიდეს. რამდენიც საჭირო იქნება გადავუხდე. თავარია ბუქეტი დაინტერესდეს ხატვის გაკვეთილებით. საყვარელო რა სისულელეა? იმ კაცის ადგილი არ არის ჩვენ სახლში. რატომ ფილსო? ბურჯუც ხომ მეცადინეობდა მათემატიკას. იმასაც ვუხდიდით. წინააღმდეგი ვარ ალი კემალ. ტაიფუნი ახალგაზრდა იყო. სელიმი კი ზრდასრული კაცია. თან ცოლს გაყრილი. შენ რა იცი? ვიცი. რაღაცას მოვკარი ყური. სხვა გოგონების დედები ლაპარაკობდნენ. ვფიქრობ, ჯობია ბუქეტი უფრო დიდხანს დარჩეს გაკვეთილზე. ამაზე მე შევუთანხმდები მასწავლებელს. შენი მისვლა საჭირო არ არის. ენიცის რა სიტყვი დაუფიქრებლად. კარგი, შენ დაელაპარაკე. იქნებ დამატებით 1 საათი ამეცადინოს. კარგი. მოდი შუქი ჩავაკროთ. რატომ? მიდი ჩააკრე. ვერ გავიგე რა გინდა? ძალიან მომენატრე. რამდენი ხანია ერთად არ ყოფილვართ? დავიდამანებ ეკთხოვ. რატომ? შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ? დღეს არ მინდა ალი კემალ გესმის? არ მინდა. რა იყო? უშენოდ გამიჭირდება დაძინება. მეც. გამომყვები ცოლად. ელი. ღმერთო, გთხოვ, მალე წამიყვანე, რომ დამთავრდეს დანჯვა და მარტოობა.
ეს ბინიაფის ტელეფონის ნომრებია. ონურაქსალის ნომერი ლურჯადაა მონიშნული, ქერემინჯოღლუს ნომერი ვითლად. გამოდის რომ მუსტაფა დღეში რამდენჯერმე ელაპარაკებოდა ონურაქსალსა და ქერემინჯოღლუს. ეს ეჯგარეშია. მუსტაფა მათი მოკავშირეა ჩვენს კომპანიაში, ბატონო ერდალ. როგორ ხარ მუსტაფა? ყველაფერი კარგადაა ბატონო ერდალ, გმადლობ. აბა? გარკვე რამე ბინიაფის შესახებ. გააქვს ახალი ინფორმაცია. პაპირებ რამდენიმე მეგობარ შევხვდე. შეიძლება მათი ციან რამე. კარგია, ასე გააგრძელე. კომპანიაში რამე ხომ არ შეიცვალა? არა. როგორც ვიცი, მათთან ყველაფერი ძველებურადაა. სამომავლო გეგმებზე ხომ არ იცი რამე? ჯერჯერობით ძველ პროექტებზე მუშაობენ. თუ რამე ახალი იქნება, შეგატყობინებთ. კარგი მუსტაფა. ყურადღებით იყავი. რამეს ეძებთ? არა, ამ დოკუმენტების ნახვას ვაპირებდი. ხელს არ შეგიშლე, იმუშავე. კარგ დღეს გისურვებ. არ არის. თვალებს არ ვუჯერებ. ანგარიშებიც არ არის. ნაძირალა. და მაცადე. მალე მოგიღებ ბოლოს. რა მოხდა? ქალბატონმა ნურჰაიათმა მითხრა რომ მეძებდი. საინტერესო ინფორმაცია მაქვს. რა არის? ეს საბუთები მუსტაფა მოიტანა, ამით მტკიცდება რომ ერდალ ქარაიოლძე ნამდვილად თაღლითია. ეს რას ნიშნავს? სახელმწიფოს უმალავს შემოსავლებს ყალბი ანგარიშების დახმარებით. თანხა არც ისე ცოტაა. საქმეების ბინძურად წარმოება, ყალბი ანგარიშების ფაქტურები, ყალბი ხელმოწერები, დოკუმენტების გაყალბება. მაგარია. იჭირს ამის დაჯერება. მეც. ეს საბუთები დაღუპავს ერდალს. სერიოზული სამხილებია. ჯარიმით ვერ გადარჩენა. როგორ ფიქრობ? საქმეს მსვლელობა უნდა მივცეთ? მუსტაფამ თქვა რომ კიდევ მოგვიტანს სხვა საბუთებს. დაველოდოთ. მუსტაფას ნუ დავაკენებ დარტყმის ქვეშ ონურ. უთხარი რომ შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეჩერდეს, მაგრამ მაინც თავის აზრზე ვერ იტანს იმ ერდალს. ახლა იმაზე უნდა ვინერვიულო, მუსტაფას რამე არ მოუვიდეს. ნახოთ. გავიჭალევ ყავას. არ მინდა. უნდა წავიდე. კარაგიოს. ერდალი ვარ. გმადლობ, შენ როგორ ხარ? ჯერ აქ ვართ, მაგრამ ვინიც ის მერე სად ვიქნებით? კარაგიოს, უნდა შევხვდეთ. სასწრაფო საქმე მაქვს. არა, ოფისში არ გამოვა. სხვაგან მირჩევნია. მიდი ხარ? ჯემს უნდა შევხვდე. დარემნერვიულობ, არ ვიცი რა ვქნა. ხომ არ დავურეკო და ვუთქნა რომ ვერ მივალ. მე კარგად ვარ, წადი. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. წადი, ნუ ალოდინებ. მივდივარ. თუ რამე დაგჭირდება, აუცილებლად ამერეკე. შევთანხმდით? შევთანხმდით. დაგირეკავ. უკვე კარგად ვარ. მელექის ანახავად მოხვედი სახლშია. დღეს მარტო ასე რომ შეგიძლია ინახულო. მელექი არ მჭირდება, შენთან მოვედი ბენო. მართლა?
მომისმინე. როდის დამანებებ თავს, გამიშვი. ხო, არ წახვიდე. აღარ მოხვიდე ჩემთან. თუ ოდნავ მაინც მცემ პატევს. ვიცი, ჩემს სიტყვებს შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ო, ასია. მიყვარხარ ბენო? რა გავაკეთო რომ დამიჯერო? უკვე გვიანია ქერემ. მაპატი. არა, არასდროს არ არის გვიან. მიყვარხარ. ვიცი რომ შენს გიყვარვარ. გამიშვი უნდა წავიდე. მასთან მიდიხარ. შენ გონი ამის უფლებას მოგცემ? შენი ნებართვა არ მჭირდება ქერემ, გამიშვი. გაგიშვებ ოღონდ. ჯერ მითხარი რომ არ გიყვარვარ. ბენო, შემომხედე. შემომხედე და მითხარი რომ აღარ გიყვარვარ. და თავს დაგანებებ. ქერემ არ გინდა. მიდი. მითხარი. მითხარი რომ არ გიყვარვარ. მაგიდის ზედანაწილი მუხის იქნება, ფეხები კი მეტალის, ასე ვფიქრობ. ეს რისთვის გინდა? ფენდერში სახლისთვის. ყველაფერს ისე მოვაწყობთ, როგორც საჭიროა. მუხა კარგი ვარიანტია, არა? იატაკი მალტის ქვის იქნება. მეგონა აქ გინდოდა დარჩენა. გადავიფიქრე. ჯემ, რა ხდება? ეს როდის გადაწყვეტე? ცოტა ხნის წინ. ბენო. შეხედე? ულია ფიქრობს, რომ ეს მუხა არ მოუხდება. ასე სულაც არ ვფიქრობ. ახლა საბოლოოდ დამაბნიე. ალუბლიცხე? რა სიტყვი ბენო? ვფიქრობ, ქალბატონი ხულია უკეთესად ერკვევა. ალუბალი მაინც და მაინც არ უხდება მალტის ქვას. მაშინ იატაკი სხვანაირი გავაკეთოთ. ძალიან კარგი მასალები გამოჩნდა. მართალია. რა სიტყვი ბენო? მიუხედავთ ამ რთულ საქმეს. მაპატიეთ არ მესმოდა რაზე საუბრობდით. კარგი, არა აქვს მნიშვნელობა. არ მგონია შუა ზამთრამდე დავამთავროთ. რადგან იატაკის შეცვლას ვაპირებთ, გათბობის გაყვანა უნდა გადავდოთ, იმიტომ რომ სხვა ბევრი სამუშაო იქნება. მეც ასე ვფიქრობ. ზაფხულში მშენებლობას მივხედავთ. კარგი იდეა მაქვს. სამზარეულოს ერთი კედელი შეგვიძლია მოახსნათ და მაგის ნაწილი შევუერთოთ. რა სიტყვი? კარგი გამოვა? რა თქმა უნდა. შენ ეს საერთოდ არ გაინტერესებს, არა ბენო? როგორ არა მაინტერესებს ჯემ? აკაციას რა მოუვა ბაღის ნაწილს თუ სამზარეულოს შევუერთებთ? აკაცია სახლის წინ დგას ბენო, უკან კი არა. ხო, მაპატი. ყველაფერი ავურია. სახლის უკან ლიმონია. მანდარინი. რამდენ ხანს აპირებ დარჩენას? რატომ ეკითხები? მე უკვე აღარ მაქვს საქმეები. რამდენიმე დღეში წავალ. შენც უნდა გადაწყვიტო. კიდევ დარჩები ცოტა ხანს. ბენო, არ გინდა წამოსვლა? პირდაპირ მითხარი. ძალიან მინდა წამოსვლა დამიჯერე, მაგრამ მელექს მარტო ვერ დავტოვებ. ჯერ ისევ სუსტადაა. მელექი ჩვენთან ერთად წამოვიდეს. სუფთა ჰაერი მოუხდება. რამე რომ გართულდეს, არ მინდა მისი ექიმისგან შორს ვიყოთ. არ შეიძლება მაინც სერიოზული ავარია იყოს. რა თქმა უნდა, მართალი ხარ. თან დედა აპირებს ჩამოსვლას. მელექი რომ წავიყვანო გაბრაზდება. დედა ჩემს ხომ იცნობ. შინაგანად ძალიან ღელავს, თუმცა ცდილობს რომ ეს დამალოს. ბენუს რა უთხარი? უთხარი არ მიყვარხარო? არ მithქვამს. ძალიან კარგი. მაგრამ არც ის მithქვამს რომ მიყვარს. ეს როგორ? არ ვიცი მერტ. არაფერი არ ვიცი. რა საპირე? ფარხმალს დაყრი? არა. იმ კაცთან თუ წავიდა რა სიზამ? დავარია მელექი ფეხზე დადგეს გონს მოვიდეს და მეც გულდამშვიდებული ჩამოვალ შენთან. სანამ არ ვიქნები არაფერი მოიმოქმედო. ამბობ ზაფხულში გავაკეთოთო, მაგრამ კარგად გიცნობ. თუ რამე აიკვიათე, შეიძლება სულ თავდაყირა დააყენო გეგმები. ერთად გავაკეთოთ. სასადილო მაგი და მუხის იყოს და კიდევ. ღუმელის კედლის ფერი შევარჩიე, ძალიან მომეწონა თეთრი. შენც მოგეწონება, სანამ არ მოვალ, ღებვა არ დაიწყო იცოდე. პირობა მომეცი. ასე რატომ მეკცევი ბენო? ვერ ხვდები რომ იმავეს მიგეთებ, რასაც ქერემი გიკეთებდა. რას გულისხმობ? გახსოვს მითხარი, ქერემ შაჰრაზადი უყვარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთან არისო. ახლა მეც იმავეს მიგეთებ. ჯემ გთხოვ? ქერემი ისევ გიყვარს. მაგრამ მაინც ჩემ გვერდით ხარ.
თუმცა მე ვერ ვიქნები ის ადამიანი, რომელსაც იმისთვის გამოიყენებ, რომ ქერემი დაივიწყო. ვერ ვიქნები. გამორიცხულია. ჯემ ძალიან მწყინს ამას რომ ამბობ. მე შენ არ გავარ ადამიანს, რომელსაც სხვა უყვარს. ვერ ვეტყვი, მოდი ერთად შევქმნათ ჩვენი ბედნიერებაო. ამას ვერ ვიზამ. ჯემ არასწორად გამიგე. ნუ არ გავაგრძელებთ, ბენო. მოდი წერტილი დავსვათ. ამცენა მოხსნა, დამეხმარები? რა თქმა უნდა. როგორ გაიზარდა ჩემი გოგო ღმერთმა დაუწოს. დიდი გოგო გაიზარდა. საყვარელი არა, ბაბოა. ძალიან. ჩემი გოგოს დილის დროა. ბაბო, აკოცა და დავიძინოთ. აბა შენიცი. ბაბუა საყვარელო გოგო. კვილად დაიძინე. მოდი ჩემთან. არ ვიცი. ეს კვირა სულ შენზე ფიქრში გავატარე. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა შაბათი, რომ მენახე. ელოდე, მაგრამ არ მოხვედი. ვერ მოვიდოდი. უნდა მოსულიყავი. სელიმ, შეცდომა დავუშვით და იმავეს ვერ გავიმეორებთ. როცა გიყვარ შეცდომას არ უშვებ, ფესუნ. როგორ არ უშვებ? მე გათხოვილი ვარ, სელიმ, ქმარი მყავს. 3 შვილის დედა ვარ. არ მაინტერესებს. 24 საათი მარტო შენზე ვფიქრობ. მიყვარ ხარ. რატომ არ გესმის? მოდი საყვარელო, მოდი. არა, ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ და მივიწყე. როგორ დაგივიწყო? ეს შესაძლებელია? არ მოგწონვარ? მითხარი. ნუ თუ საერთოდ არ მოგწონვარ. ჩემ მიმართ არაფერს ხსნობ? თქვი. გაჩუმდი, გთხოვ, გაჩუმდი. ხვალ მოდი და დავილაპარაკოთ. რადგან ურთიერთობის გაგრძელება არ გინდა, ნუ არ გავაგრძელებთ, ოღონდ მოდი. გთხოვ. ხვალ მთელი დღე სახელოსნოში ვიქნები. არა. უბრალოდ დავილაპარაკეთ, მეტი არაფერი, გთხოვ. მინდა უკანასკნელად გნახო. მიდი, დედიკოსთან. კარგი ძვირფასო. ხვალამდე. დაგირეკავ. ნახვამდის. ვის ელაპარაკებოდი? საყვარელო, არავის მეგობარი იყო. მომიკითხა. მართლა? რომელი მეგობარი? შენ არ იცნობ დედა. ხატვის წრეზე რომ დავდივართ, ერთ-ერთი ბავშვის დედაა. გასაგებია. რა მოხდა, ჭირვაულობდა? დილის დროა. მოდი, ჩემო პატარა, მოდი. არ დავიძინოთ? კალბატონო ბურჩინ გეძინება? გამოდი დავიძინოთ. ბებია, ჩვენ უნდა დავიძინოთ. შენი მეგობარი ჩვენთან დაპატიჟე. დიდი ხანია სტუმარი არ ყოლია ფიუსონ. მოვიდეს შვილო, იმეგობრეთ. მეგობრების გარეშე ცხოვრება როგორ შეიძლება? ასე რატომ მიყურებ? ვერ გამიგე არა? პირიქით მესმის შენ. მაშინ რატომ იცინე? ისე? მახსოვს რომელიღაც ფილმში ერთი ქალი ამბობდა, მამაკაცები კატებივით არიანო. თუ აჭმევ ბრჭყალებს გამოაჩენს, არ აჭმევ, კართან აიტოზება და ტირილს იწყებსო. ზუსტად ასე ვიქცევი. ახლა რომლის გამო ტირიდაო? ქერემის გამო თუ ჯემის? მეგობრის კოსტუმი? ხო. სკოლაში გამოსაშვებზე იმს აწყობენ. ქანმა მეგობრის როლი უნდა ითამაშოს. სად უნდა იყიდოთ? სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთ მაღაზიას ველაპარაკეთ, თუ ზომები არ ექნებათ, ცალკე შევუკვეთავთ. როგორ მინდა რომ ეს გამოკვეთ? არა უშავს, შემდეგში მოხვალ. მალე გავალთ. კარგი საყვარელო, ქანს აკოცე ჩემგან. აუცილებლად. ახლა სკოლაშია. ერთი სული აქვს, როდის წავალთ. ვიცოდი რომ მოხვიდოდი. შემოდი, გთხოვ. შემოდი. აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა, სელიმ. აღარ მოვალ. არასდროს.
შემოდი შიგნით ვილაპარაკოთ. მოდი. არა, არ გავიხდი. მალე უნდა წავიდე. გასაგებია თუნ წახვალ. ძალით არ გაგაჩერებ, მაგრამ ხო, გაიხადე ქურთუკი. შვიდად ვილაპარაკოთ. რამეს დალევ? არა. გმადლობ. მომისმენი? რაც არ უნდა გითხრა? თქვი. არა, შენ თქვი. მე სათქმელი არაფერი მაქვს, ფესუნ. გარდა იმისა, რომ თუ ვერ გნახავ, შეიძლება ჭკვიდან შევიშალო. სელიმ. ცხოვრებაში პირველად გამოვცადე ასეთი სიყვარული. ხო. მართალია. ძალიან კარგი იყო, მაგრამ უნდა დასრულდეს. მე გათხოვილი ვარ. რასაც ვაკეთებ, ძალიან დიდი შეცდომაა. შენთან ურთიერთობას ვერ გავაგრძელებ. მესმის. სიყვარული ხომ მთავარი არ არის. მე და შემეძლოს რამე შეცვლა, მაგრამ არ შემიძლია. შველები მყავს. გთხოვ, გამიგე. კარგი. რადგან ასე გინდა დაედასრულდეს. დამთავრდეს. მაშინ წავალ. ტაქსი გამოვიდა ხო? არა. თვითონ გავაჩერებ. გმადლობ. ბუქეთი ხატვის წერეზე. აღარ ივლის. ივლის. ხატვა ძალიან უყვარს. მამამისი ადარებს. კარგი. შვიდობით. შვიდობით. ფესუნ. სელიმ. ჯანსელ, რას აკეთებ? ასე ჩაცმულდა ხო, რომ უნდა გადავიღოთ? ბავშვი არ გაცივდეს. არა, არ გაცირდება, ტკილა. აი ასე. ზახართ? ასე ჯობია? ჯობია გაიღე მე ამან. პასპორტის სურათს ხომ არიღებ? სპეციალურად გაღიმება რთული. შენი შვილის პირველი ფოტოა ამან. რთული ატომ არის. იღებ? სტამბოლის ყველაზე მაღალი შენობა ჩვენ უნდა ავაშენოთ. არა მარტო სტამბოლის, მთელი თურქეთის, უბრალოდ მთელ ბალკანეთში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. სერიოზულად ამბობ? რატომ გიგვირს, ელჩინ? ასეთი მწვერვალების დაპყრობას შევძლებთ? რატომაც არა.
მოკლედ არა მარტო ანატოლიის, არამედ მთელი თურქეთის სამშენებლო კომპანიებმა დაიკაბიძეს ხელები ტენდერში მონაწილეობენ, რომ ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა ააშენონ. ამ ტენდერში ჩვენს მონაწილეობთ. სხვები ხომ ვერ გვაჯობებენ. მოსამზადებლად 6 თვე გვაქვს. 7 ვიმუშავებთ, არსად გვეჩქარება. იცით ვინ იქნება პროექტის კოორდინატორი? ალბათ ბენუ, არა? ჯერ არ ვიცით ელჩი. ვერ გავიგე, ბენუ ისევ ისვენებს? მალე დაბრუნდება. მალე. მეკობრებს გავარარავ? ძალიან გავხარ საყვარელო, ძალიან. ჩემი ვაჟკაცი მეკობრეა. ოქროს გამტაცებელი ყაჩაღები უნდა დაიჭიროს და მე ღარიბებს დაურიგოს, არა საყვარელო. ხმალი ხომ აქნება? გექნება, რა თქმა უნდა. ზომები აგიღეთ ბატონო მეკობრე. თავისუფალი ხართ. დედა, არ შეიძლება რომ არ გავიხადო? არ შეიძლება შვილო უნდა გაიხადო რომ კერავმა კოსტიუმი შეკეროს. და როდის შეკერავს? ყველგან იქნება, კარგი? კარგი. დავმიხრებან მანქანას გამოვიყვან და დაგერეკავ. ადრე არ გამოხვიდეთ. ციცივია, კანს არ შესწირდეს, კარგი? დავიდე. კარგი. ძალიან მოუხდა. შემომხედე? Daxomdis. İyi günler. İyi günler. Daxomdis. İyi günler. Daxomdis. Toplantıda არ გინდა თათბირზე მეკითხა. ბენუ რას აპირებს? işe devam გააგრძელებს მუშაობას თუ არა? კარგი იქნება თუ გეცოდინება. მეც ვფიქრობ, რომ აჯობებს ვიცოდეთ, მაგრამ არაფერი ვიცი. Eğer devam მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს, ახალი არქიტექტორი უნდა ავიყვანოთ. მართალი ხარ. yeni işler var. ბევრი სამუშაო გველის. Ekibi gözden თადარიგი უნდა დავიჭიროთ. თუ გინდა, მე დაველაპარაკები ბენოს. არ ვიცი. არავის უკითხი ვარ ქალბატონო ხაიათ. ბატონმა ხალილმა დაგირეკა 2 საათზე რომ თათბირია ვერ მოვდივარ და თუ არის შესაძლებელი საღამოს შევხვდეთო. გადასანანიან ეტაპად რა ეთქვა. შახრაზად შევხვდებოდი. იქნება უსროთ თუ გინდათ ქალბატონ შახრაზადს დაურეკავ. არ არის საჭირო თვითონ დაურეკავ. მოდი ამ შენობასთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ. ცოტა ხანში მოვა. დედა სად არის ამდენ ხანს? მალე მოვა საყვარელო. ალო? ალო. Kimsin? მიმზანდებით. დაცვის სამსახურში მუშაობ, ტელეფონი რეკავდა და უპასუხე. ეს როგორ? სავაჭრო ცენტრია. ვიღაცას დავარდნია ეს ტელეფონი. ეგ ტელეფონი შაჰრაზად ევლეოღლუსია. მანდარ არის? აქ არავინაა.
ტელეფონის პატრონს უთხარით, რომ სავაჭრო ცენტრის დაცვასთან მოვიდეს. Peki. კარგი, გადავცემ. მოვა და წაიღებს. კარგი. ბატონო ონურ, გაბატონო მიჰრიბან, შაჰრაზადი არ არის? ჩვენც მას ველოდებით ბატონო ონურ. მითხრა დამელოდეთ, მანქანას მოვიყვან და მოვალო, მაგრამ ჯერ არ მოსულა, ველოდებით. Telefonunu düşür. ტელეფონი დარჩენია. Siz bir თქვენ yere მან დიღავით, მალე გამოჩნდება. birazdan geliriz. რომ მოვა უთხარით ამერიკოს, კარგი? კარგი, გადავცემთ. ხილად გიქი. ნუ ფართხალეთ, მიდი. დაურეკე. კარგი. ხალი ჩვენთან არის. კარგი. ონურ. ბენუ სამსახურში აღარ დაბრუნდება. სოფელში აპირებს ცხოვრებას. Emin misin? დარწმუნებული ხარ? არ ვიცი. ასე ვარაუდობ. Pardon. გასრავად. Buyurun. ისმენთ. ონურ აქსალი ხარ? Kiminle görüşüyorsun? თქვენ ვინ ხართ? ვერ ვიცანი? რა უცნაურია? Erdal. ერდალ ქარეელჯი ხარ? ონურ ხმოვანზე ჩართე. Buyurun. გისმენ. შენ ჩემი რაღაც გაქვს. Ne gibi? მაგალითად რა? შენ იცი რაც. Ama ben მაგრამ მე ის მყავს, ვინც შენთვის ძვირფასია. დაელაპარაკე. ონურ მიშველე. ონურ მიშველე. უმერთო ჩემო. შაჰრაზად, კარგად ხარ? გაიგონე შენი საყვარელი ქალის ხმა. მოკლა ვერდალ. ახლავე გაათავისუფლე შაჰრაზადი. გაიგონე? მოკეტე, პირობებს ნუ მიყენებ. თუ მოვინდომე შემიძლია აქვე მივასხმევინო ტვინი შენს ძოლს. გასაგებია? სისულელეს ნუ აკეთებ, ეს დიდი დანაშაულია, იცოდე. ცოცხალი ვერ გადამირჩები. გაუში შაჰრაზადი და ყველაფერი დავივიწყოთ. შენ გონია ციხის მეშინია? შესაქციელზე პასუხი უნდა აგო. შეაჩვენებ როგორ უნდა ჩემი კომპანიიდან დოკუმენტის მოპარვა. შეცდომას უშვებ ერდალ. თვითონ დაუშვი შეცდომა ონურ. მოკლედ, შევეშვათ გამაც. ახლა ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა სიტყობ? რაც მომპარე იმას. შაჰრაზადი გაათავისუფლე და ახლავე მოგცემ. ყველაფერი ისე გავაკეთე. ისეთი მახე დაგიგე. პოლიცია გამოძიებას რომ დაიწყებს. ისეთ კაცსაც ვერ იპოვის, რომელიც იტყვის ქალი მე მოვკალიო. გასაგებია? ამიტომ გმირობანას თამაში არ გაბედო. იცოდე მოვკლავ. ნამდვილი არამზადა ხარ. არამზადა ვარ. რაც გინდა ის მიწოდე. კერემს გადაესე ფრთხილად იყოს. ქალბატონ ბენუსაც ძალიან კარგად ვიცნობ. სად მოგიტანოს დოკუმენტები? აი ასე. პოლონესკოიში რებეკასთან მოიტანა. ამ საღამოს 6 საათზე. შევთანხმდით, ახლა შაჰრაზადს მიეცი ტელეფონი. ძალიან მოგენატრა შენი ცოლი. არ გმარა რაც გაიგონე. დროებით. კარგად. ბიჭვარო, ერდალ, არ გაცოცხლებ. ონურ დამშვიდე. ახლა პოლიციაში დავრეკავ. გაგიჟდი, ის კაცი მანიაკია. მაშინ მოკლავს შაჰრაზადს. ონურ თავგადასავლებს შეეშვი, ეს ჩვენი საქმე არ არის. არა, შაჰრაზადს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. როგორ მოვიქცევ? საბუთს მივცემ და შაჰრაზადს გავათავისუფლებ. სხვა რა უნდა ვქნა? ონურ, რომ არ გაუშვას? მაგაზე მერე ვიფიქრებ. ერთი წუთი მოიცადე, მეც მოვდივარ. არა,
ქანი და ბენუ საფრთხეში არიან. შენ მათ მიხედე. ონურ, ქანი და ქალბატონი მიჰრიბანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანე. ახლა სავაჭრო ცენტრში არიან. ონურ, მე ძალიან მღელავ, ფრთხილად იყავი. ხო. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია